გარემოსეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უახლოეს დღეებში კახეთში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ხვალ დღის მეორე ნახევრიდან შედარებით დათბება, სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის მკვეთრ გაუარესებას და ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებენ. ეს კვირა არის არამდგრადი. დღეს შენარჩუნდება დრო გამოშვებით კახეთის რეგიონში, გურჯაანში წვიმა. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან, დილის საათებში შეიძლება იყოს რაღაცა სუსტი, მაგრამ ისეთი არაფერი. ტემპერატურა დღეს იქნება დაბალი 9 გრადუსი და ხვალ მზიანი ამინდი იქნება დღის მეორე ნახევრიდან და ტემპერატურა მოიმატებს 12-14 გრადუსი. და რაც შეეხება უკვე 26-27, აი კვირის ჩათვლით არის ტემპერატურის კლება მოსალოდნელი, წვიმები ცოტა ინტენსიური წვიმა შესაძლებელია იყოს 27-ის ღამის საათებში და მის ნალექის ინტენსივობა შესუსტდება 28 თებერვალს და პირველად შესაძლებელია იყოს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, სუსტი წვიმა და ტემპერატურამ აქ მომატება დაიწყოს. ისე თვის ბოლო მთავრდება ტემპერატურის კლებით და ნალექებით.